რუსეთი ამზადებს ახალ მასიურ თავდასხმებს კიევზე, მაგრამ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს საუბრის შემდეგ კრემლში რაღაც დაინდრა. იქ განაცხადეს, რომ ამ ძლიერ თავდასხმების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე ისინი არ დაარტყამენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისს და ვერხონა რადას. ლოგიკა ასეთია, თითქოს ვლადიმირ ზელენსკი და ვერხონა რადის დეპუტატები არ აკონტროლებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და არ თქოთენ სად და როდის მიიტანონ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც ვლადიმირ პუტინი ნაცისტურ რეჟიმს უწოდებდა, არ მონაწილეობენ რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებში. და ეს ხაზგასმით ვამბობ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ოფიციალური განცხადებაა. უფრო მეტიც, კიევზე დარტყმების მუხარისა და უცხოელებისთვის უკრაინის დედაქალაქიდან გაქცევის მოწოდებების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა აშშ-ში და ევროპის კავშირში კრემლის მურიგი მუხარები უგულებელყვეს. ლავროვთან საუბრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ლავროვი ცდილობდა მისი დაშინებას და არწმუნებდა, რომ კიევში ახლა ნამდვილად ძალიან საშიშია. რაზეც რუბიომ უპასუხა, ციტატა: კიევი უკვე რამდენიმე წელია ძალიან საშიში ადგილია. აქ არაფერია ახალი. და აი აპოგია. გაჩნდა მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთმა 24 მაისის ღამეს, 24 მაისს, უკრაინის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელა. საბოლოოდ 2 რაკეტა ოროშნიკი იყო, მაგრამ ერთმა მათგანმა მწყობრიდან გამოვიდა. და დღეს უკვე ოფიციალურ დადასტურებაც მივიღეთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ლინკი მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. და მეგობრებო, თუ გამოშვების ბოლოს ჩათვლით, რომ ეს ვიდეო საინტერესო და სასარგებლო იყო, მადლობელი ვიქნები თქვენი მხარდაჭერისთვის ამ YouTube არხის მუშაობის მიმართ. ნებისმიერი შემოწირულობით, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ხოლო და პუტინის ხარეს მოსალოდნელად დაიწყეს უკან დახევა, მაპატიეთ ასეთი გამოტმისთვის. წინადრეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნერვს აფრქვევდა და ხმამაღლა იმუქრებოდა კიევზე ახალი მასიური დარტყმების განხორციელებით და კიდევ თავადაც დაურეკა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკ რუბიოს პირადად დაურეკა, რათა პირადად გაეფრთხილებინა, რომ კიევში საშიში იქნებოდა, ამიტომ ამერიკელებს უმჯობესია უკრაინის დედაქალაქი დატოვონ. მაგრამ ამის შემდეგ აშკარად რაღაც არასწორად წავიდა. რუსებმა ისევ თავი შეირწყვინეს. რუსეთი არ დაარტყამს უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და უმაღლეს რადას იმ განცხადებული დარტყმების ფარგლებში, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზეა მიმართული. ეს არ არის მობონილი, ეს არის პირდაპირი ციტატა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კოზლოვსკის. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და დეპუტატები ყურადღებას საერთოდ არ აკონტროლებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და არ წყვეტენ სად და როდის მიიტანონ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე. ამიტომ თუ აღმოჩნდება, რომ ზელენსკი, როგორც მათი უმაღლესი მთავარსარდალი და დეპუტატები არ მონაწილეობენ რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებში, არ მართავენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მაშინ რატო უნდა მიიტანონ დარტყმები მათზე? როგორ მოგწონთ ასეთი ლოგიკა? შემდეგ ციტატას მოვიყვან, აი ამ გუნური კარტოპოლოვის. ჩვენ ხო ყველამ ვიცით, რომ ვლადიმირ ზელენსკი ოფისში არ ჩნდება. ის ბუნკერში ზის, ხოლო ოფისში 2 დაცვა და 5 დამლაგებელი ხავს. არის თუ არა აზრი ჯვირადღირებული საბრძოლო მასალის ხარჯვას ფაქტობრივად ცარიელ ადგილას? რუსეთის თავდასხმების მიზანი გახდება უკრაინის შეიარაღებული ძალების, სხვა ძალოვანი უწყებების და სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურების ჩაღრმავებული და დაცული სამეთაურო პუნქტები. უნდა გვესმოდეს, რომ ისინი კიევის ცენტრში არ მდებარეობს. ეს არის ღია, კარგად გამაგრებული პუნქტები. და ჩვენი ამოცანაა მათი გამოვლენა და განადგურება არსებული შეიარაღების საშუალებით. ზელენსკიზე მიზანმიმართული დარტყმის ბრძანებას მხოლოდ ვლადიმირ პუტინი შეიძლება გასცეს. უფრო მეტიც, იგივე კარტოპოლოვმა ასევე გამორიცხა კიევში ხიდებზე დარტყმები, რადგან, კიდევ ერთი ციტატა, ისინი საბჭოთა მშენებლებმა საბჭოთა მასალებით ააშენეს. და ვერ გაუძლებენ ასობით საბრძოლო მასალის, მათ შორის 500 კილოგრამიანი ავიაბომბების მოხვედრას. ამასთან დაკავშირებით, მისი თქმით, ამ ხიდებზე რაკეტების ხარჯვა უბრალოდ არამიზანშეწონილია. მან ასევე დაამატა, რომ რუსი სამხედროები აპირებენ კიევზე დარტყმების განხორციელებას, მანამ, ციტატა, სანამ ჩვენ ნათლად და გარკვევით არ დავინახავთ ცვლილებებს უკრაინის ხელმძღვანელობის ოფიციალურ პოზიციაში, მზადყოფნა მიუსვნენ მოლაპარაკებების მაგიდას და არა მხოლოდ მიუსვნენ, არამედ უპირობოდ მიიღონ ის პირობები, რომელთა შესახებაც ჩვენს ქვეყანას უკვე არაერთხელ დამცხადებია. მოკლედ, თავიდან დაავალეს. და მერე დაიწყო ეს ой, მოისმინე, მგონი თავს ვირცხენ და დაემუქნენ კიდეც. ეს არის კლასიკური ტაქტიკა, დაუბანელი გაველურებული რუსების.
გახსენებთ, წინადრე 25 მაისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიმუქრა, რომ რუსი სამხედროები დაიწყებენ დარტყმებს თავდაცვის საწარმოებზე, გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე და სადლობის პუნქტებზე კიევში. როგორც ისინი ამ სამინისტროს განცხადებაში ამობდნენ, თითქოს და ლუგანსკის ოკუპირებულ რეგიონში საერთო საცხოვრებელზე განხორციელებულ დარტყმაზე პასუხად, რამაც მათი თქმით, რუსეთის მოთმინების ფიალა აავსო. და საგარეო საქმეთა უწყებამ არალაგებული რუსების მოუწოდა უცხოელებს, მათ შორის დიპლომატებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი. ხოლო ქალაქის მცხოვრებლებს არ მიუახლოვდნენ ზელენსკის რეჟიმის სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. მაგრამ კარტოპოლოვის თქმით, ზელენსკი არაფერს არ მართავს. ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსაუბრე ცხენმა სერგეი ლავროვმა დაურეკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკ რუბიოს და სცადა ამერიკელების დაშინება. ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა რეგიონულ არმიას დაავალა რეგულარულად ესროლოს კიევს უკრაინის ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხად. სამიზნეები იქნება ობიექტები, რომლებიც გამოიყენება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის და გადაწყვეტილებების მიღების ცენტრები. მაგრამ აქაც რაღაც არასწორად წავიდა. როგორც ჩანს, კრემლში ფიქრობდნენ, რომ ყველა შეშინდებოდა და პანიკაში ჩავარდებოდა. ღმერთო ჩემო, ეხლა ორეშნიკს ესვრიან, კიდევ ერთს ბირთვული იარაღი, ყველა დიპლომატი ნივთებს ალაგებს, კიევიდან გარბიან, გზებზე რიგებია, ყველა ცდილობს უკრაინის დედაქალაქიდან გაქცევას. მაგრამ არ გამოვიდა. უკრაინის მოკავშირეებმა კრემლის მორიგი მუქრიგი მუხარები უგულებელყვეს. უკრაინაში ომი უბრალოდ უნდა დასრულდეს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სერგეი ლავროვის ზარის შემდეგ, რომელშიც მან ურჩია კიევიდან დიპლომატიური პერსონალისა და სხვა ამერიკელი მოქალაქეების ევაკუაცია. შემდეგ კი მოვიყვანთ მარკო რუბიოს უბრალოდ შესანიშნავ ციტატას. მათ გაფრთხილება ყველა საელჩოში გააგზავნეს. მე ვფიქრობ, მან უბრალოდ დამირეკა, რომ პირადად ეთქვა ჩემთვის. დიახ, მათ ყველა საელჩოს უთხრეს, რომ კიევი ძალიან საშიში ადგილი იქნებოდა. მაგრამ მოусმინეთ, კიევი უკვე მრავალი წელია საშიში ადგილია. აქ არაფერია ახალი. მსგავსი აზრი გამოთქვა ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში, კატარინა მატერნოვამ. შემდეგ მოხალთ მისი ციტატა. რუსეთი კვლავ ემუქრება დიპლომატებსა და უცხოელებს, მოგვიწოდებს დავტოვოთ კიევი, მაგრამ ჩვენ არსად წავალთ. ასეთი მუქარები ძალის კი არა, სასუსდარკვეთის ნიშანია. რაც უფრო აგრესიულად და მუქარით იქცევა კიევი, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი ხვდება. მას არ შეუძლია უკრაინის გამძლეობისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერის გატეხვა. კიევი გაუძლებს, უკრაინა გაუძლებს და ჩვენც. ლავროვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუქარები ფარისეულობის ნამდვილი შედევრია. რეჟიმი, რომელიც წლებია ბომბავს საცხოვრებელ სახლებს, მუზეუმებს, სამშობიაროებს, სკოლებსა და ელექტროსადგურებს, ახლა უწევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციების ენაზე ალაპარაკდა. იგივე ვლადიმირ პუტინის რეჟიმი, რომელიც ყოველ ღამე მშვიდობიან მოსახლეობას რაკეტებითა და დრონებით უტევს, ახლა ნახეთ სხვებს აფრთხილებს, რომ თავის შორს დაიჭირო. ჩვენ ზუსტად ვესმის, რას ნიშნავს ეს. რუსეთს სურს შიში, პანიკა, უკრაინის იზოლაცია. მაგრამ ეს არ იმუშავებს. როგორც ხედავთ, ევროპელებმა და ამერიკელებმა თქვეს, მოусმინეთ, შეგიძლიათ რუსებო რამდენიც გინდათ იბლატაოთ, მაგრამ ეს არ მუშაობს. არ მუშაობს. ვის აშინებთ? თქვენ აჩვენეთ თქვენი ორეშნიკი, რომელიც უბრალოდ უსარგებლო რკინაა $50 მილიონ. და ამ მთელი შოუს აპოგეა რუსებისთვის სწორედ ეს ორეშნიკია. რუსმა სამხედროებმა კიევზე 2 უახლესი ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკი გაუშვეს მასიური შეტევის დროს, 24 მაისს. თუმცა ერთ-ერთი მათგანი მწყობრიდან გამოვიდა და ოკუპირებულ დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. ამაზე ახლა უკვე ოფიციალურად წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი. ორეშნიკის მწყობრიდან გამოსვლა დონეცკში მდებარე ჩრდილოეთისკენ მიმართულმა კამერამ დააფიქსირა. ვიდეოზე მკაფიოდ ჩანს ამ რაკეტისთვის დამახასიათებელი 6 ქვემუხტის ვარდნა. ოკუპირებული ავდეევკის ან იასინოვატაიას რაიონში დაახლოებით 40 კილომეტრში ფრონტის ხაზიდან, სადაც შესაძლოა რუსული ჯარების პოზიციები ყოფილიყო. კიევზე დარტყმის დროს 24 მაისის ღამეს მონიტორინგის არხებმა პირველი ორეშნიკის გაშვების შესახებ დაახლოებით ღამის 1 საათზე განაცხადეს. თუმცა იმის შესახებ თუ სად მოხდა ის ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც ჩანს, რაკეტა გზაში ჯერ კიდევ უკრაინის საზღვრამდე გაფუჭდა. ამის შემდეგ რუსმა სამხედროებმა მეორე ორეშნიკი გაუშვეს ბირთვული კობინის გარეშე, რომელმაც საბოლოოდ ბილად ცერკვამდე მიაღწია. მაგრამ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი. აქ რუსებმა კიდევ ერთხელ თავი შეიწვინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევზე თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ გამოიყენეს ორეშნიკები მრავლობით რიცხვში. თუმცა ზუსტად რამდენი რაკეტა გაუშვეს არ დაუკონკრეტებიათ. ანუ როგორც ჩანს, იქ მაშინვე ვერ შეათანხმეს პოზიცია და თვითონაც იცოდნენ, რომ 2 რაკეტას არ უშვებდნენ. ისინი ამბობდნენ, 2 რაკეტით დავართხით, ნახევარი ქვეყანა გავანადგურეთ. ყველაფერი ბირთვულ ფერფლად ვაქციეთ. ზუსტად ასეთი იყო მათი გზავნილი. და მე როგორც ჩანს, მივიდნენ და ეუბნებიან, მოისმინეთ, ჩვენ ხომ ერთი ვერ მიაღწია მიზანს. ისინი ასეთები არიან. ბლინ, ეხლა რაღა უნდა ქნა.
აქ უბრალოდ მახსოვს ერთი რაკეტა ორეშნიკი 50 მილიონ დოლარად ფასდება. 50 მილიონი დოლარი უბრალოდ დაიკარგა, სადაც დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. ამასობაში ორეშნიკის გამოყენებამ აღფრთოვანება ვერ გამოიწვია არც ამ რუს Z-ბლოგერებში, რომლებმაც ამას PR-ი უწოდეს. მაგალითად, არხმა რიბარმა დაწერა, რომ ინერტული კინეტიკური ელემენტების გამოყენებით დარტყმას უფრო ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე სულ უფრო ნაკლებია. და კიდევ ერთმა რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა ვლადიმირ რომანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უბრალოდ ძალიან ძვირადღირებული რკინა მიწაში დაარტყა. ლამაზი სურათისთვის, რომელსაც არავინ უჯერებს პენსიონერების გარდა. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ ეს YouTube არხი და ალაიქეთ და აჭირეთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ახალი გამოშვებები. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერ დონატით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულებითა და რეკვიზიტებით. და კიდევ გადახედეთ აღწერას, იქ თქვენთვის პატარა სიურპრიზი მოქვს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უცხო ენების სწავლა სურს. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.